რომანი HD. ამიტომ შეხედავთ დადასტურების მეხუთე სეზონის პირველ სერიას აუცილებლად შევაჯერეთ და უყურეთ მეგობრებო. ჩემი არხით იქნება აღწერობაში და შემოქმედის არხი აუცილებლად უნდა გამოიწეროთ. დაიწყოთ. ადექი დოგაზი ხარ და დავინევი ხელი. ჩამოაბა, ჩამოერთი აბა. ბძინავს აქ ხალხს, ყეში ხარ. რა გინდა მამა ჩემთან, შუშის მაგიდა ხო იყიდა? ჯერ ერთი მაგიდა კი არა, ჟირაფი და მე მეორე შენი ბულტი იყიდა. და სკოლაში არ მიდიხარ? თუ მაგ ხელა თავი იმისთვის გაგროვ, სუცარიელი იყოს. სკოლაში. არა, მინდოდა წასვლა, უბრალოდ დრო არ მქონდა, ძალიან დაკავებული ვიყავი სამყაროს და მასთან ერთად ჩენი გადარჩენით. შეწარა გუაკაცო. არა, დილით უნდა გაგაღვიძონ, კრედიტი არ მოგცენ საგმირო საქმეებზე, ძილში გაგინონ. მე მჯერა. ხო, შენ და ის რიჟა რომ დამადექით ადრე და მომავლიდან ვარ ბაბუო, რომ ეძახდი გონია დამავიწყდა. ბაბუ? ვიცი, რომ წარსულში შენს წაიწუწე და მეც ამის გამო ვარ ცოცხალი. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცა მაგრად გიბოსა. ზუსტად ეგრე იყო. ოლიგარპე, არავის მისცე უფლება გადაგიარონ. მამა შენის ბანძი გვარი კი გაქვს, მაგრამ ვენებში ჩემი და ჩემი წინაპრების გუფთა ტოლმაცეების სისხლი გიჩქებს. თავი არავის დააჩაგვრინო, ბიჭო. ვარ. გერიოს სულის თუ უთხრა. ევაზრავი, საღოლ, ერთადერთი ხარ ვისაც ჩემი სჯერა. მე ბიჭო, შენ ძრეული კაცი ვარ, დებილი კი არა. მაინც მკვდარი უფრო მომწონდი. დევი ბიჭო ადელ. ამან არ დამინახოს თორე. ტელეფონსაც რო არ პასუხობს, ეთყობას ძინავს. დევიდკო! არ ესმის კაცო, რა მოვიფიქრო? ზორო ხარ როგორ შევუგდო? საღოლ შემოქმე ჩაგეთვანა, ჩამჭერი. ანუ სიცილს იკავებდი ხოლმე რეაქციასაც აკეთებდი, მაგრამ ეხლა სიცილი ვეღარ შეიკავე. ბატონმა ემაილმა იქნებ დევი ქვემოთ ჩამოვიდესო. ისე აქ ბალახი არის? რა ხდება კაცო, რამ გადაგრია? 1, 2 და 3 ტუზი დაგვეცა პირდაპირ, მაგარ ბიზნესში უნდათ ჩვენი ჩართვა. რა ბიზნესი კაცო, ფულის მეტი რა გვაქვს? ეგ ფული ჩვენ შვილებს აქვს, ჩვენ კი არა. დღეს ბაჭო მითხრა, მახვარ გინდა 100 ლარი მოგცეო. მეთქი არა. და აბა 500-ო? ეგ მამაძაღნიეკ. ჩვენ რაღაცა თუ არ ვქერით, ოჯახის უფროსის სტატუსად წაგვართმევენ მალე. ბრძენსაც დავურეკე უკვე და მივხედოთ საქმე სამო. კაი, ხო. დაიცავალ, თბილებს გამოვიხეხავ და ჩამოვალ. ბიჭო რა მოგივი და გვეჩქარება მეთქი, წამოდი და მანქანაში გამოიხეხე ეკბილები. მანქანაში რანაირად? რა ვიცი კაცო, ქალები თუ ახერხებენ მანქანაში მაკიაჟის გაკეთება, შენ კბილები ვერ უნდა გამოიხეხო? კაი, ხო. დამაწინეთ ბიჭო, დილის 6 საათია. უკაცრავად, ჩემი დაკვირვებით მივხვდი, ადამიანებს კითხვებს რომ გიწელავენ არ მოგწონთ. ამიტომ პირდაპირ და გადაჭრით გკითხავთ. აქ ბალახი არის თუ არა? სახლში ძრო ხარ ატოვა. ხო და რავი ბიჭებო, ყველანი მადლობელები ვართ რა. გესვათ გეჭამოთ, ერთმანეთი არ დაგეჭამოთ. გაიხარე. კარგი, უკვე ძალიან გაიწელა. კვირის ბოლოს ანტონ კუძუწელიას შოუში ვართ, მიწვეულები ხო გახსოვთ ისე? კი. მოდი გადაცემაში პოლიკაც წავიყვანოთ რა და ვუთხრათ ყველა სიმართლე. რამდენი ხანი უნდა გავწელოთ თან? აზრი არ აქვს, მეგონა ცოტა ჭყუას ისწავლის, ხვებს უფრო დააფასებს ხო, მაგრამ პოლიკა რა. ეგ ბოდიშის მომხდელი მაინც არა. გეუბნებოდი მე ძმაო რა ბოდიში საერთოდ მაგრად მიკვის აქამდე რო ყველაფერი ჰაერში არაწია. სადაა ისე ამდენი ხანი? აგვიანებს. აბა ბავშვებო, დაიკავეთ თქვენი ადგილები და შევუდგეთ სწავლას. ამოიღეთ რვეულები და წყნაური იყოს. ალბათ ყველას გაინტერესებთ რა ხდება ჩემსა და შამანის ცოლს შორის. მერთა, ეს ვინ თქვა? მე. მაშინ პირდაპირ გაკვეთილზე გადავიდეთ.
ბატონმა გიუშამ, რომელიც შამანის ქათამია და თაღრი თავია აქ. და მზის აჭკები უკეთია. გააგზავნოთ ყურება. თოლის ახლო მეგობარია და მეტი არაფერი, შექმნა ეს დანადგარი. გადააწოდეთ, წყნაური იყოს. ხო და ახლა ჩვენ ვნახავთ თუ როგორ მუშაობს ის და განვიხილავთ თუ რა კავშირი აქვს ამ ადამიანს შამანის ცოლთან. აი აქ არის. პაჭოზე მოვიდა ხო? უეჭვერი პაჭოზე. ბატონებო და ბატონებო, მე პავლიკა ვარ, ჯანტლეგიაშვილი. ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ მე სამყარო გადავარჩინე და ერთმა პარტახმა ადამიანმა კრედიტი წამართვა. ამიტომ ბაჭო კაკაჩია, იწვევს საბრძოლველად MMA-ში. გალიაში შემოდი შეპარტახო და მე მევიცი. რა? პოლიკა არ გინდა ისედაც მოკიდე პირი და დათანხმდი ბრძოლას. არ მინდა ამ სისულელის გამო გეჩხუბო პოლიკ. ისედაც ვაპირებდი რომ თავს არიდებს თო ეშინია. ბიჭო, ისეთი თემა ყველა შენ გიყურებს. კარგი, თანახმა ვარ. ბრძოლაში გავარკვიოთ ყველაფერი. ჯერ კაცი უნდა იყო. ეგ შენ თავს უთხარი. ფრენჩტოლში იმენა 0 ხარ. ნიუტონ, სად მივდივართ აბა? ჩააჭირე გაზ და სვანეთისკენ წადი ძმა. სვანეთისკენ? რა ხდება სვანეთში? რა ხდება ძმაო და იქ ერთი ცხოველი ყავთ. გუბაზი. ანუ კაც ვა, საღორ ძმა. უეჭვერი ბიბლიდან არის ეგ სახელი გადმოყებული. როგორ 6 წლის ბიჭმა დავითმა რომ გორიათი დაამაცხა. მობასი ერქვა რა ზუსტად მას ხოს ბიბლიდან არის უეჭვერია მოყებული. დია რომელიც ცხოველივეთაა თუ არა, უბრალოდ მისტიური ცხოველია. და რატომღაც გუბაზი დაარქვეს. კი, მსმენია მაგ ცხოველზე. თქვი მე და ჩუმად გავაკუე. სუნს თუ ირწნობენ ლურჯ მაიკიას თავაბრალებ. და ეს გუბაზი რაში გჭირდება ზუსტად? ჭორები დადის რომ გუბაზმა სამყაროს ყველა საიდუმლო იცის. მილიონებს გადაიხდიან მაგაში. უბრალოდ მისი სვანეთიდან წამოყვანა ჯერ ვერავინ შეძლო. კი, სვანები აუღებელი ხალხია. ძალით ვერაფერს წაართმევ. აუ ისე სვანებზე მაგარი ანეკდოტეს იმან მოკლედ სვანი ჩადის კახეთში რა და იქ შაირია სწავლეს. მოკლედ კახელი ეუბნება აქეთ პიცარი, იქით პიცარი, ისე მოკნი ვეღარ მიცანიო. და სვანს მაგრად გაეცინება სიმონ ეს რა მაგარი რაღაცა მასწავლეო ხო და წავა სვანეთში ეგრევე ერთი სული აქვს ახლა ეს შაირი ვინმე იქაურს მოუყვეს მიადგება მაიზერას კოშკს და ეძახის მაიზერ გამოიხედა მაიზერმა მაგრამ ამას საერთოდ დავიწყდა ის შაირი როგორ იყო ვერაფრით ვეღარ იხსენებს რა უნდა თქვას ხო და უცებ დაფიქრდა და ეუბნება მაიზერ პიცარი ხო იციო იმან კიო ხო და შენი დედა შეციო ისე ჩვენში დარჩეს და იქიდან თუ გინდა ცოცხლებმა გამოვაღწიოთ რაც არ უნდა მოხდეს სვანებზე ანეკდოტი არ თქვათ არა კაცო გიჟი კი არ ვარ და ხოცავენ ზუ ყველას და მაგარი დარბაზია იმარა რამდენი პული გაქვთ არა მართლა მაინტერესებს რამდენი გაქვთ მოვედით რაზე დაგვირეკე ვარჯიშობ უკვე გაიოს რომ დაურეკე კიდე ხო მაგრამ მე რა ჯანდაბაში გჭირდები ეს დარბაზი ვიქირავე რა მოკლედ გაიოს და მაუგლი გიწვევთ ჩემს საბრძოლო კუთხეში და ჩემი სპარინგ პარტნიორები რომ იყოთ კიდე აი მაგრამ ბიჭო არ ჯობია მოიხადო ბოდიში შენ სიბოროტეებზე და დაიკიდო ეს ბრძოლა ბაჭო ხო თქვა ეგრევე ყველას გავაგებინებ ყველაფერს ოღონდ მაგან თავისი შეცდომები აღიაროსო გაიგაიოს დამშვიდი რა სიბოროტე ძმაო რა შეცდომები როდის დამიშავებია რამე ყველად კი არა ძმა ყველას რო ჭერა რასაც ბაჭო ამბობს ზოგადად თავარი მიზეზი რის გამოც თქვენთან მეგობრობას ხალხი თავს არიდებს შენ ხარ რა სისულელია როდის რა გამიკეთებია ცუდი რელიგია რო შექმედი ხალხს ფული დაახიე და დაითესე ბატონ უშანგის რომ მკვდრის ხეული ესროლე თელ ქალაქში რომ მიგრელები დააჭერინე დაჟე მეც კი გამიგია რომ ტიპს ტიშლაში ესროლე მე რო ნეხვი მათხრევინე თელ კლას რომ უთხარი ჩემზე მამამისის სინამდვილეში ტარზანიაო და ხალხს უგზავნიდი ჩემს სახში მაიმუნების ენის სასწავლად ეგ გახსოვს ხო გაით ხო სამაგიეროდ სამყარო გადავარჩინე მარტოს არ გადაგირჩენია პოლიკ
და საერთოდ რა გეგმები გაქვს? ხო იცი პაჭო კარატეზე რო დადიოდა. ჭუბი იცის. კი, მაგრამ მე ჩინეთთან მაქვს კავშირები ძმა. გაიცანით ვონგლოკატი. ჩინეთიდანაა. ის აქ იმისთვისაა, რომ ილეთი მასწავლოს, რომელიც პაჭოს სახეს გააძრობს. ვონგლოკატი? ეგ ის არა, მეგრელ დეტექტორი რომ მოკიდა? შოჭა, ციჩუმე, მე აქ მოშლიდი გიავან. ილეთს რომელიც უნდა გასწავლო, დრაკონის წვა ქვია. დრაკონის წვა, მაგარია. მიდი გაიოს დაუდექი წინა გვაჩვენოს ილეთი, მერე ბრინჯი იქნება, ხო? კი, იქნება ბრინჯი, ნუ ღამე კითხები. გვაჩვენე ახლა ეგ დრაკონის წვა. თავარია ტრაექტორიას სწორად გათვალო. ამისათვის ფეხების ასეთი მოძრაობა დაგჭირდება. საბოლოო ილეთი როგორია ეგ ვანახე. ვოფა, ტრაექტორიის სწორად გათვლას ისწავლი, მერე უკვე შეგეძლება დრაკონის წვა გამოიყენო. ჰაი! ვაყმავნე ხათავები. მაგარი სასაცილო მომენტია იყო. ჩამჭრა. ეს აჟენი საიდუმლო ილეთი დაგენძრა პოლიკ. სვანეთი? 1, 2 და 3 მოვედით მგონი. ყოველ შემთხვევაში გგლ მაპმა როგორც გვიჩვენა ეგ არის. მოკლედ სანამ გადავალთ, ეს კუბაზი უნდა მოვიპაროთ. უნდა მოვიპაროთ? რონარი ბიზნესია ეგ? შენ ბიჭო შეყენებ რასაც ვამბობ? აქაური წესია ეგეთი. კუბას თუ სვანეთიდან გაიყვან შენი გახდება. ვინ მოიფიქრა ეგ წესი? მე რა ვიცი ვინ მოიფიქრა. ეგრეა და ჰა. სვანეთიდან თუ ვინმე შეძლო კუბაზი გაიყვანოს, ესე იგი ღმერთის ნება ყოფილაო. და ვინ არის ეს კუბაზი გეხვეწები? რა გაყვირებს ბიჭო? სირენა ხო არ ჭართოთ კიდე? მე და ნიუტონმა აქაურებს დაურეკეთ. მოვალთ, თქვენთან დავისვენებთ ფულს დავხარჯავთ ვიქეიფებთ თქო. სასტუმროსავით აქვს და გველოდებიან მოკლედ. ბიჭო და ეს მოპარვა ცოტა რავი რა. განაახლა მამა აბრამის ბატკანი ვარ მე. ისეთები მიქნია მტრისა. ხო თქვი, ბიბლიიდან არის ამოღებული უეჭვარი. ამ სერიაში შეიძლება იყოს, შეიძლება იმ სერიაში იყოს. მარა სვანებისგან მოპარვა? ხოლო ჯერ ვამბობ, კუბაზის მოპარვაზე მწვანეა. ლეგენდის ნაწილია თქო. უბრალოდ ყველანაირად შეგიშლიან, ხელს რა ვერ გაიგეთ. მოკლედ ჯობია დავიღოთ. ემალ და ნიუტონ, თქვენ სუფრაზე შედით. ყურადღება ქეიფზე გადაიტანეთ. ჩვენ კუბას გამოვიყვანთ, როგორც კი მოგწერთ გამოდით და დავკაშოთ. კაი ნიუტონ, წავედეთ. მოგესალმებით, მე ჯანგალ ვაიტი ვარ. კეთილი იყოს თქვენი კონფერენციაზე მობრძანება, სადაც მთავარი ივენტზე პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილი. ახლა ამებს აფხეროყურები ამით. საღოს შემოქმედით. რაფერ აკეთებ ასეთ რამეს არ ვიცი. შენ არხი იქნება მახსერება შემოქმედ. და პაჭო კაკაჩია დაუპირისპირდებიან. Усмет თქვენს კითხვებს, აი თქვენ გისმენთ. Здравствуйте, я Елена Головец-Лубанская. У меня такой вопрос к Пачо. А вы, грузине, вообще что знаете о борьбе? ვინ მოიყვანა ეს აქ? ვინ ხარ გოგოშე? შემდეგი კითხვა. ამ გამარჯობა მე წებო ცემენტი ვარ, წარმოადგენ ჟურნალს ბრძოლა მამლის ხივილამდე. როგორც ჩვენ ნახეთ, როდესაც პოლიკარპემ ბრძოლაში გამოგიწვია თქვა რომ სამყარო მანაც გადაარჩინა და თქვენ კრედიტი წაართვით. კარგი, მეც მინდოდა ამაზე საუბარი. პოლიკას გასაგონად მინდა ვთქვა, ეს ბიჭებმაც იციან, რომ კვირას ანტონ კუდუწელიას გადაცემაში პოლიკას წაყვანას ვაპირებდით და იმის თქმას, რომ სამყარო მანაც ნამდვილად გადაარჩინა. აჰა, აღიარა. და რატომ წაართვით კრედიტი? პოლიკა ამაზრზენი ადამიანია. რაც თავი მახსოვს ყველა სამწარებს, ოჯახს, მეგობრებს, ნაცნობებს თუ უცნობებს. უბრალოდ მინდოდა დამესაჯა. უთხარი შენს მსგავს საქციელებზე ბოდიში მოიხადე და ახლავე გავაგებინებ ყველას ყველაფერს თქო. იქნებ გამოსწორდეს თქო ვიფიქრე, მაგრამ არა. დანაშაულის და შეცდომის აღიარებას ჩემი ბრძოლაში გამოწვევა ამჯობინა. ერთხელ ტიპი ჩემს სახლში შემოიპარა ჩუმად, თმა გადამპარსა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ტელეფონით სუპერბოროტ მოქმედთა უნდა დაერეკა. გითხარი თავის გადაპარსვის გამო პასუხს გაგცემ თქო, ხო და ეგ დროც მოვიდა პოლიკა. აი დებილია ეს ბიჭი.
ბაჭო, იმენა ელემენტარული არის ადამიანის ბუნებაზე რა. მერცო ჩემო პოლიტიკე ფიცები. არა, ჩემი გამოსწორება უნდა და ტიპს თუნდაც ვითომ შეღუნდული პამპერი ვიყო. შენ გონია რომ ადამიანები ბუნებრივად კარგები არიან, ხო? აი მარტო რო დატოვო ხალხის სწორად მოიქცევიან? კი, რა შუაშია, მაგრამ ეგრე მჯერა. ხალხს სწორ მიმართულებას მისცემ, ისინი კონფლიქტს აუცილებლად კოოპერაციას ამჯობინებენ. ძალიან ცდები. ადამიანები გულისამრევი, ეგოისტი არსებები არიან. და ეს ბრძოლაც ამას ამტკიცებს. რანაირად ამტკიცებს ეს ბრძოლა მაგას? მიმოიხედე, ნახე რამდენი ხალხია. ყველა ფული იმის გამო გადაიხადა რომ ნახონ კბილებს როგორ ჩამოგიღე. ყველას უნდა სეირს უყურონ. იმიტომ რომ ბრძოლა სპორტია, იდიოტო. ეს იმას არნიშნავს რომ ადამიანი ბუნებით ცუდია. This is another bullshit from Bacho. თუ ეგრეა მაშინ ყველა ცივილიზაცია ომზე აშენებული რატოა გენიოსო? იმიტომ რომ ცივილიზაცია ადრე სხვანაირი იყო. ხალხი ვითარდება და იზრდება. მართლა? და ახლა ძალიან განვითარდით, ხო? მითხარი პარტახო, შაპარასკევს ყოფილ ხარმოლში? ინახავს ეს გავითარებული ადამიანები რას უშვებიან ერთმანეთს. მითხარი რატომ ნახე როგორ დაჭრა ბებიამ მაღაზიის დაცვა კოპლებიანი პროსტინის გამო, რომელიც ადრე 100 ლარი ღირდა. შაპარასკევს 200 ლარი დააწერეს და ზემოთ 300 ლარი გადახაზეს, ვითომ გაიაბდა. აი რაზე უნდა გელაპარაკო საერთოდ? კი, ადამიანებს ინსტინქტით საართ და ზოგი მაგით მოქმედებს. მერე გაგიხევ თავს, ბიჭო, დაფორთხიალებს სველი ტილოსავი. გაგალეწავს სახიზვლებს, დიდი ხანია ამ შესაძლებლობას ველოდები. ასობით ადამიანის სახელით გაგცემ პასუხს, რომლებსაც ცხოვრება გაუმწარე. I will make you humble. I will make you humble. ჩახტილები ხარ, გადაგული. რა შვები პოლიკა? არ ვარჯიშობ? ელოდებით მე დამაუგლი. ხო, ვივარჯიშე უკვე მეყობა. ცელუჯის ამბები მქონდა კიდე დასალაგებელი, ეს ახალ-ახალი აუქციონები იწყებასო. რა ვიცი, შენ ადგილას ჩავიდოდი დარბაზში და ვივარჯიშებდი. ბაჭოს ვიდეო ნახე? არა? რა ვიდეო? დაიცა გამოგიგზავნი და კომში ჩართე. დაიცა. იღებ ჭახან? კი, მედი. შოკი მიიღო. ვაიმე, დამერხა. რა ვქნა ახლა? საიდან ისწავლა ასე კარგად ჩხუბი აპარტახმა? წამოვივარჯიშოთ. ვახ, რა ვქნა. ვიცი. ბაჭოს ფეხები უნდა მოვტეხოთ. რა? ხო არ გაგიჟდი? ან რანაირად უნდა მოტეხო, ან როგორ შეიძლება? აუ ნუხლუყუნებ რა გაიოს. ჩემთან ვალში ხარ ისე და სამყაროს გადარჩენაზე რო კრედიტი არ მომეცი. ესე იგი როგორ ვიპოვო ახლა ეგ საქმის შემსრულებელი რამე ისე უნდა დავსერჩო რა შეფარულად. ვიცი, შავი საქმე. აი, ჭუჭყიანი საქმე. ეგ არის ვიპოვეთ. ჭუჭყიანი საქმე რა არის? ბიჭო, აბა ინტერნეტში იმას ხო არ დაწერს ეხლა ხალხს ხოცავ და ფეხებს ვამტრევო. დაფარული სახელი აქვს, რა ვერ მივხვდი. 28. კაი მივწეროთ. გამარჯობა, მე პოლიკა ვარ. ჯამტლეკიაშვილი. არა, ჩემს ნამდვილ სახელს ხო არ გამოვიყენებ. მე გაიოს ღობეგლეჯიაშვილი ვარ. გაიოს დამშვიდი. შენს გარდა იცი რამდენი გაიოს ღობეგლეჯიაშვილია საქართველოში? მინდა თქვენი სერვისით ვისარგებლო და გაგზავნოთ დიმიტრი ჟაყვერაშვილის ნომერ 11-ში, სავარჯიშო დარბაზში. იქ მოვარჯიშე პაჭო კაკაჭიას, სიარულზე პრობლემა აქვს და თქვენნაირი პროფესიონალის დახმარებას საჭიროებს. ალბათ იცით რასაც გულისხმობ. ეგ არის. ხვალ ბრძოლაზე ვერ მოვა ბიჭი. ფეხებ დამტვრეულს ძალიან გაუჭირდება. ოპო, კიდევ ერთხელ, ჩვენ სტუმრებს გაუმარჯოს. ემაილ, გენაცვალეთ. აგერ 2 საათია ვქეიფობთ უკვე. სვანურ რა ხსვამთ. როგორ მოგწონს? ვინ ბიჭა ვინ? ძალიან არიან მოკიდებულები. მე ვინ უნდა დამეტაკოს ბიჭა? ხაძმა, ეგ არის ზუსტად მეც მაგას ვიძახი. მოხვედი ქარიმან, სად იყავი ამდენ ხანს? დამკრძალა ბიუროში ვიყავი. დავლეწეს უყელა. რა გინდოდა მანდ, მოკვდი? არა. აბა მე მოკვდი? ბაბუა ჩემი ხო დაიღუპა 3 თვის წინ. საფლავის ქვა არა მაქვს ჯერ დადგმული. ხო და მივედი, ფოტო მიუტანე. მეთქი საფლავის ქვა მინდა თქო. მერე რატო დალეწე? ბაბუა ჩემს ქუდით სიარული უყვარდა სულ და არც ერთ ფოტოში უქუდოთ არ არის. მიუტანე ამათ ფოტო და ვეკითხები. მეთქი პროგრამაში ხო შეგიძლია ქუდი მოხადო თქო. კი, შემიძლიაო, მაგრამ თმას რომელ მხარეს ივარცხნიდაო, რომ ისე გავუკეთო მეცო მკითხა. მეთქი პროგრამაში რომ მოხდი მაგუცი კარ გამოჩნდება. დაუქანებლეწე. მეტის ღირსები ყოფილან. მოკლედ ბიჭო, მაგამ ბავზე ხა მაგარი ანეკდოტი სიმონ. სვანები პოვიან ორ ცხენს რა. ხო და რა კაიაო გავხარ.
უაჭველი დაბეზღებს რა ეს. ბათ, მაგრამ ახლა როგორ გავარჩიოთო ერთმანეთისგანო და მოდი ყურები დავაჭრათო. დააჭრიან და მაინც ვერ იგებენ კაცო, ორივე ცხენს ყური აკლია, როგორ მიხვდებიან ხა? მოდი მაშინ ყუდი დავაჭრათო. მოაჭრიან და მაინც ვერ იგებენ, ბიჭო, ორივე ცხენს ყუდი აკლია. ხო და აი მაშინ თეთრი შენი იყო, შავი ჩემიო. ხოთკი დაბეზღა. შედით ბიჭო. დაიჭირეს. ხდება, ვინ არიან ესენი? უბაზის მოპარვა უნდათ. ერთად არიან უეჭველი. ესე იგი, თეთრი შენი იყოს, შავი ჩემიო, ხო? ჩაყარეთ დილეგში სულ ყველა მათგან გამოვხდია რახს. ვინ უნდა ჩაყაროთ, ბიჭო, ნაციხარი ბიჭი ვარ, ემაილი ვარ, კაკა. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ თვალს ვადევნებთ დღის მთავარი ვენს, პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილი პაჭო კაკაჩიას წინააღმდეგ. წამიწამზე ველოდებით მებრძოლების გამოჩენას. სხვადასხვა ბრძოლას ესწრებიან მსოფლიოში გამოჩენილი ადამიანები, როგორებიც არიან ზენდაია, გია სურამელაშ და აი პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილის walkout-ს უყურებთ ახლა. იყვირეთ, კი არიციან პაჭოს ფეხები რო აქვს დამტრეული და ვერ გამოვა. და გამოჩნდა მისი მოწინააღმდეგეც, პაჭო კაკაჩია ეკრანებზე. რანაირად? იმედი ამზად ხარ, კოლეგი. სახე უნდა გაგიბხელ. რანაირად, კაცო, ჭუჭყიან საქმეზე არ მოგაკითხეს გუშინ. შენ გამოგზავ, ნეგდები? კი, ვიღაც მოვიდა გუშინ, ჭუჭყიან საქმეზე ვარო. მთელი დარბაზი დააწრიალა, ისე კარგად დაალაგა. ვახ, ჩემი, დამენძრა. ქალბატონებო და ბატონებო, ეს მთავარი ივენთია. და ახლა დროა! მარცხენა კუთხე, მზად ხარ? დაპადებიდან მზად ვარ. მარჯვენა კუთხე, მზად ხარ? რა ვქნა, ბიჭო, რა ვქნა? Let's go! რა იყო, კოლეგი? ნეკრელებზე ხო არ გინდა რამე მითხრა? ისმე, რატო ხარ ჩუმად? ფეხზე ვეხარ დგავარ. ბიჭიშები. ვერ წავაგებ, ამ ბრძოლას ვერ წავაგებ. კარგი სხვა გზა არა. დრაკონის. მეორეთაც გამეცინა, მაგარი სასაცილო იყო. მსგავსი არაფერი მინახავს. ვილით ნოკაუტი. აკრძალული არაა, ხო? გავკრა კი, მაგრამ ნადირა კითხავი, მოსაცდელი. გაუმალწო ძმა, მე თლიფინა ვარ. ნადიამ კითხავთან ადრეც ყოფილ ხარ? არა ძმაო, მაგრამ შემთხვევით ისე მოხდა, რომ ერთი 10 წამით ფხიზელი გავიჩიდე და უცებ მივხვდი, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი კაკრა და აღარ დაბრუნებულა. ნადიამ კითხავთან მიდიო მირჩიეს. ავინანებ ძმა, მაგარი პროფესიონალია, თუ ამასთან დავდივარ. და სენი მეგობარი ვინა, რა ქვია? კობა ქვია. ბიზნეს დავიწყებ და ოპა მეგობრებო. ოპა. ვერკო შემდეგ სერიაში გამოაჩენეთ საინტერესოა როგორ განვითარდება მორენები. დეროდებით შემდეგ სერიას. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, რომელიც თვეში ერთხელ იდება, ან შეიძლება ორჯერ დაიდოს. შემოქმედის სახლის იქნება აღწერილობაში. და ნახვათ ის მეგობრებო. შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით. ჩემი კაი გამოწერები. ხომართე მეგობრებო. ყველას ერთ სული სუსურებ ჩემ გამოწერებს. ვის გამომიწერს ახს. გამოწერილი რომ ყადე და დამიწერებს კორიდორებში. ნებისმიერი რამე და აუსურებ. კარგად იღავით მეგობრებო. დროებით. და ჩემი კარგი გამოწერები.